რაც დიდი ორატორი არ გახლავთ და საჯარო გამოსვლები ჩემის ძლიერი მხარე არ არის, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ 1992 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ დღემდე, როგორც ბატონმა კონსტანტინემ ახსენა, ასე ვთქვათ, ერთი კრიმინალური დაჯგუფება მართავს ქვეყანას. ერთი კრიმინალური დაჯგუფება. არსებობდა ასეთი მოკ კავშირი 90-იან წლებში ედვარდ შევარდნაძის დაარსებული და იმ მოკ კავშირში იყო აი ცნობადი სახეები პოლიტელიტაში ვინც არიან დღეს მოქმედი, არამოქმედი, ქვეყანაში მყოფი, ქვეყნიდან წასული. ხოდა ამ მოკავშირის განაყარი პარტიები, მოკავშირი ხო დაიშალა და ჩაბარდა თითქოს 90-იანებში, მაგრამ ამ მოკავშირის განაყარი, ეს უხეში სიტყვას არ მოვერიდები, პარტიები დღემდე უწყვეტ რეჟიმში მართავენ ქვეყანას და ჩვენ ვიმყოფებით ყველანი მათ ტყვეობაში, რეალურად. ხოდა აი დღევანდელი ჩვენი საუბრის თემას, ჩვენი სატკივარის წარმოჩენაც იმაში მდგომარეობს, რომ იქნებ საფუძველი დაედოს აი ჩვენგან. მე ჩემ თავს არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ამ პროცესებიდან ნამდვილი დემოკრატიული მთავრობის ფორმირებას გამოჩნდნენ სახეები, ხო? უკვე გამოჩნდნენ. მე ბევრი ვიცი მათ შორის და ბევრი აქ იმყოფება, ბევრიც არ იმყოფება. სხვა ჯერჯერობით არაფერს შემიძლია, დიდი მადლობა თითოეულთანგან. აქ კავშირს რამდენი თეორია და სოფიში წავა გაქრე პოლიტიკი და ძალაუფლება დაკარგვის. მაგრამ ის ადამიანები დღემდე მოქმედებენ და რომ გადახედო